ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამშვიდობისა 25 სექტემბერს შოუ ბიზნესში მომხდარი მოვლენებით ეთერშია ინფორმატორის 22 საათიანი გამოშვება ლაილაისთან ერთად, რომელსაც მე ნინო გაგაცნობთ. კლუბ 16 რაუნდში პროდიუსერი დათო ნადარეიშვილი თავის ახალ პროექტს შემოგთავაზებს და ჯგუფ ლაით მოტივს წარმოგვიდგენს. ეს ჯგუფი ლაით მოტივი არსებობდა 7 წლის წინ, მაგრამ პატარა შემადგენლობით იყვნენ, მე რაღაცა ფინანსური პრობლემების გამო დაიშალა ჯგუფი. ეს მოსმენილი მე მქონდა ადრე 4-5 წლის წინ საღამოზე მათი ვოკალები და გაოცებული ვიყავი და გადავწყვიტე რომ ისე შეგვექმნა ეს ჯგუფი. და უფრო დახვეწილი, იმიტომ რომ დაემატა 3 ინსტრუმენტალი ამ ჯგუფს. და კუბაზონის შემდეგ ალბათ აი სანახაობრივათაც და მუსიკალურათაც ესეთი პროექტი მე არ გამიკეთებია არასდროს. სასიამოვნო კიდე ის ფაქტია, რომ იქნება 3 ვოკალი. და ელექტრონული მუსიკა, რომელიც შემოვა მათთან ერთად ცოცხალ შესრულებაში, ეგ იქნება კიდე ძალიან ეფექტური, იმიტომ რომ საშუალებას მისცემს მაყურებელს, არა მარტო მოისმენს, არამედ საშუალებას მისცემს, რომ იცევ კიდევაც, ამგდები რიტმი იქნება ძალიან. რაც შეეხება 27-ის პროექტს, 27-ში 11-ის ნახევარზე გამოვა ეს ჯგუფი პირველად. ეს იქნება ალბომის პრეზენტაცია ფაქტიურად, ალბომი ჩაიწერება ამ კონცერტის შემდეგ. წარმოდგენილი იქნება 12 კომპოზიცია. 12 კომპოზიცია არის დაწერილი ლაით მოტივის მიერ, კომპოზიტორი არის ბასისტი. ტექსტიც არის ლაით მოტივის და ალბათ სასიხარულო ფაქტია, რომ ინგლისურენოვანი ჯგუფი საქართველოში თვითონვე ქმნის თანამედროვე კომპოზიციებს, თანამედროვე არანჟირებით და ალბათ ყველასთვის საინტერესო პროექტია ეს. დავით ოკიტაშვილი პირველ ლექციას უტარებს თავის ახლად შეძენილ სტუდენტებს. თავდაპირველად მან თავის ოფისში ჯგუფი ფორტე მიიწვია. შეგახსენებთ, რომ კულტურის განყოფილების უფროსმა თეატრალურ ინსტიტუტში მენეჯმენტისა და შოუ ბიზნესის ჯგუფი აიყვანა. დათო ოკიტაშვილი არის ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელი. ვერ დავარქმევთ ამას, რომ ეს არის უბრალოდ ლექცია, ეს არის მეგობრული რაღაც ოჯახური შეხვედრა. ყველაფერზე ვლაპარაკობთ, ყველაფერზე ვსაუბრობთ და იმ კითხვებსაც ვეკითხებით და გვეკითხება, რაც ამ ლექციაში არ შედის საერთოდ. და რა ვიცი, ძალიან კმაყოფილი ვარ მე პირადად, რომ მართლა ესეთი პედაგოგი შევხვდა. ჩვენი პირველი შეხვედრა დღეს სერიოზული, ჩვენი გულისთვის მოდის აქ ფორტე, ასე რომ ჩვენ შევხვდებით მთელი ჯგუფი, ძალიან ველოდებით ახლა, წუთზე მოვლენ. და რა ვიცი, დავუსვევთ იმ კითხვებს, სახალისოდ ქონდა სერიოზული შეხვედრა, არ ვიქნება სახალისო, რაც გვაინტერესებს, ამდენ დაგვიგროვებია ამ ჯგუფის შესახებ კითხვები. ამიტომ აქ ბევრი ვერ მოხდება, აქ მოხდება ის, აი თქვათ იქით-აქ უნდა შეიძლება ნამისთან შევხვდეთ, მე ვაზა აზარაშვილი და აი ხა ის ვაი მომღერლები რო არიან, ისინი აქ არც მოვიდნენ. მამუჩას ვიყავთ ზოგადად. წარმოუდგენელი. მუსასთან ერთად ვართ და ამიტომ ანსამბლი უფრო რაღაც ესეთი მიღებული ფორმაა. მე კმაყოფილა, იმიტომ რომ ბავშვებმა უკვე აი ძალიან ბევრი რამ
შეისწავლეს. მე არ ვიტყვი უკვე ყველაფერი აითვისეს, მაგრამ აი მკითხებიდან გამომდინარე, რომელ კითხვებსაც ისინი უსმევენ ანსამბლ ფორტეს, მე მივხვდი, რომ ძალიან სერიოზულად მიუძღვნენ ამ შეხვედრას. ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდა და ყალიბდება მენეჯერის ინსტიტუტი. და მე ვფიქრობ, რომ ეს ბავშვები, როდესაც დაამთავრებენ თეატრალურ ინსტიტუტს, მათ სრულუფლებიანი წევრები იქნებიან იმისათვის, რომ იყვნენ ნებისმიერი ანსამბლის, ჯგუფის, კვარტეტის მომღერლების მენეჯერები. მომღერალმა მარიკა თხელიძემ ახალი რუსულენოვანი სიმღერა ჩაწერა კინოფილმიდან სამსახურეობრივი რომანი, რომლის ბექ-ვოკალიც დათო ხუჯაძეს ეკუთვნის. ყოველივე ამის შესახებ თავად მარიკა მოგვითხრობს. სიმღერა არის რუსული მხატვრული კინოფილმიდან სლუჟებნი რომან, რომლის გარემიქსების იდეა ეკუთვნის დათო ხუჯაძეს. არანჟირების ავტორი გახლავთ კოტენონიკოვი, ასევე ჩავწერე კოტენონიკოვის სტუდიაში. სიმღერა ჩავწერე 1 საათში და რომლის მოსმენის საშუალებაც მსმენელს უახლოეს მომავალში ექნება. ძალიან მიყვარს ეს ფილმი და ძალიან მომწონს თვითონ ეს სიმღერა და აქედან გამომდინარე დიდი სურვილი მქონდა ამ სიმღერის შესრულების. წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ შეიძლება უახლოეს მომავალში გადავიღოთ ამ სიმღერაზე კლიპი. და ასევე ჩავწერე კომპოზიტორ ლირიკო ნემსადის სიმღერა, რომლის ტექსტის ავტორი გახლავთ კოდე ყუბანიაშვილი, ასევე სიმღერა არის ინგლისურენოვანი, რომლის ტექსტის ავტორი არის ბიბი კვაჭაძე. სიმღერა ჩავწერე ასევე კოტენონიკოვის სტუდიაში და შემდგომ ვაპირებთ ამ სიმღერაზე კლიპის გადაღებას, რომლის რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი იქნება. კინოსახლში შვეიცარიულ ფილმებთან კვირეული დაიწყო სახელწოდებით შეუძლებელი შესაძლებელი სიყვარული. ეს კვირეული ერევანში გაიხსნა, საქართველოში გაგრძელდა და აზერბაიჯანში დასრულდება. პირველ დღეს ნაჩვენები იყო რეჟისორ მარსელ გიზლერის მხატვრული ფილმი ნაძირალა, რომელიც ჰომოსექსუალთა ცხოვრებას ეხება. როგორც ჩანს, ეს პრობლემა შვეიცარიაში ძალიან აქტიურია. ახლა ვნახოთ სიუჟეტი. მე წარმოვადგენ ორგანიზაცია ფოკალს, რომელიც შვეიცარიის განვითარების სააგენტოდან ერთად ატარებს პროექტ ავანტის. ეს არის ამიერკავკასიაში კინემატოგრაფის და მხარდაჭერის პროგრამა, ანუ რომელიც მოიცავს ვორქშოპებს, ტრეინინგებს, კონფერენციებს და ისე შემდეგ. მაგალითად მოყავს ხოლმე შვეიცარიული ფილმები და ამიტომ ჩვენ ვკითხეთ პროჰელვეციას, ანუ შვეიცარიის კულტურის ფონდს. გაეწია დახმარება ჩვენთვის შვეიცარიული ფილმების კვირეულის ჩატარებაში, რათა უფრო ფართო მასებისათვის გვეჩვენებია ამ სამ ქვეყანაში შვეიცარიული ფილმები. ეს მოქმედება 70-იან წლებში ხდება და მოგვითხრობს ორი ჰომოსექსუალისტი ადამიანის სიყვარულზე. ამგვარი შედარებით პროვოკატიული ხასიათისაა. ჩვენ ვშიშობდით ამ ფილმს როგორ მიიღებდა მაყურებელი, იმიტომ რომ ფილმი არ არის რაღაც მსუბუქი ფილმი, ეს არ არის არც კომედია და საკმაოდ ისეთი მძიმე სურათია. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.